ვინ დაიკავებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა საკითხი ამ დრომდე ღიად რჩება. მმართველ კოალიციაში კონსულტაციები გრძელდება. დღეს ცნობილი ხდება კიდევ ერთი კანდიდატურა, რომელიც ირაკლი შეხიაშვილის შემცვლელად მოიაზრება. საუბარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ გია ალიბეგაშვილზე, რომელიც კულუარული ინფორმაციით პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს კანდიდატურაა. მოამბესთან სატელეფონო საუბარში ალიბეგაშვილი ამბობს, რომ ჯერ შეთავაზება არ მიუღია, თუმცა ასეთ შემთხვევაში საწინააღმდეგო არაფერი ექნება. თვითმმართველობის ორგანოს მომავალი ხელმძღვანელის კანდიდატურებზე სავარაუდოდ პოლიცსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ, რომელიც 17 საათისთვის არის დანიშნული. ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა კი ორშაბათს უნდა გაიმართოს. სწორედ ამ დროს წარადგენენ ახალ თავმჯდომარესაც. არ გამიგია ჯერ არაფერი და მე ვიცი რომ აი დღეს ხვალ უკვე შეიკრიბება საკრებულო და მიიღებენ გადაწყვეტილებას. როგორ კი გადაწყდება ეს არაფერი არამაც საწინააღმდეგოა და უბრალოდ უხერხულია რომ ეხლა გამოვიდეთ და დავიწყოთ მათ თემაზე. დასრულდება არჩევნები შაბათს და მაგ შემდეგ უკვე ჩვენ ვიცით რომ CSGO მიიღო გადაწყვეტილება რომ თბილისის საკრებულო უნდა შეიკრიბოს 14-ში, 14 ივლისს ორშაბათს და სწორედ იქნება მიღებული გადაწყვეტილება იმ შემადგენლობიდან, რომელიც არიან არჩეულები. მეტი დამატებით კონკრეტულ ინფორმაციას ახლა ვერ გეტყვით.